პირდაპირ გეტყვით, კაი? ვიცი რომ დრო ძალიან ცოტა არის. ეგ თანი რასაც გელაპარაკებოდათ მე ყველაფერი გავიგონე. ისიც ვიცი რომ დონორის შონა ძალიან რთული არისო და თანაც ძალიან ძვირიო. მე ბევრი ვიფიქრე და არ შეიძლება მე ვიყო დონორი. თორნიკეს ჩემი გული რომ გადაუნერგო. რა თქმა უნდა არ შეიძლება. კანონი მაგის უფლებას არ გვაძლევს და მეორეს არ შეიძლება ერთი ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნება მეორის ფასად. თან მე მგონი თორნიკე ისეთი გაბრაზებულია თქვენზე რომ არ მგონია დათანხმდეს. გაბრაზებული? თქვენ ალბათ თორნიკე პირველად ნახეთ ასეთი გაბრაზებული. მე 7 წელიწადია უყურებ მაგის გაბრაზებას. არადა რამ ხელად რო გავიდა და ვერაფრით ვერ შემოვირიგე. მე ფაქტობრივად ყველაფერი გავაკეთე რომ შვილი დამეკარგა. და ეს ყველაფერი ისე კარგად მოვახერხე რომ უკან ვეღარ ვიბრუნებ. არადა რამ ხელად რო გავიდა მე თითქმის შევიცვალე თორნიკეს რომ ვეზიზღებოდი ის პიროვნება აღარა ვარ. ალბათ მე მგონია რომ მე შევიცვალე, მაგრამ ალბათ ისე ვისა ვარ, რაც ვიყავი. მაგრამ ადამიანს ხომ აქვს უფლება რომ შეიცვალოს. შეიძლება ადამიანი მოკლა, მაგრამ მთელი ცხოვრება მკვლელს ხომ არ დაგიძახებენ. ხომ შეიძლება რომ მოინანიო. მე მეგონა რომ მოინანიო. მაგრამ თორნიკეს არ ჯერავს. ძალიან ბევრს მივედმოედები რა. არანაირი შანსი არ აქვს არა. სამწუხაროდ ბატონო როზო. ერთადერთი რამე სასწაული თუ მოხდება და დონორი გამოჩნდება. სანდრო, დონორთა კომპანიიდან დარეკეს სამწუხაროდ ამ ეტაპზე ტრანსპლანტი არ აქვთ. ჯობია რომ თორნიკესთან წავედით პალატაში. მე მგონი დრო არ ავუდგროთ. სკალპელი მიმოწოდე. რა მოხდა? ნექტაშო არტერია. რა გაწყდა? და დაიკარგა. დროზე თუ არ ვიპოვეთ, სისხლი შეიღრება დროზე. ვიპოვე. დროზე გადაგვანძა და ვაგრძელებთ. ხედე.